წარმოიდგინე ადგილი, სადაც მზის სინათლე ვერ აღწევს. წნება ადამიანის წარმოდგენას ცდება, ხოლო ტემპერატურა თითქოს გაყინვის ზღვარზეა. ადგილი, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანია ნამყოფი მთელი კაცობრიობის ისტორიაში. ეს არის დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილი, მარიანას ღრმული. წარმოიდგინეთ, ყველაზე მაღალი მთა ევერესტი მთლიანად ჩავდგით მარიანის ღრმულში. მიუხედავად ამისა, მისი მწვერვალი მაინც დაახლოებით 2 კილომეტრი წყლის ქვეშ დარჩებოდა. ეს ნათლად აჩვენებს, რამდენად წარმოუდგენლად ღრმა დედამიწის ყველაზე ღრმა ადგილი. და თუ ეიფელის კოშკს ერთმანეთზე დავაწყობთ, 33 ეიფელის კოშკი იქნებოდა საჭირო, რომ წყლის ზედაპირამდე მიგვეღწია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მთვარეზე ბევრჯერ გაფრინდნენ, ოკეანის ეს ნაწილი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილ ადგილად რჩება. მარიანის ღრმული მდებარეობს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, კუნძულების მარიანების მახლობლად. მისი სიგრძე დაახლოებით 2550 კილომეტრია, ხოლო სიგანე ზოგან 70 კილომეტრსაც აღწევს. მარიანას ღრმულში ყველაზე ღრმა წერტილი 10 კილომეტრი და 900 მეტრის ტოლია. მარიანას ღრმული მილიონობით წლის განმავლობაში წარმოიქმნა. აქ ერთმანეთს ეჯახება ორი უზარმაზარი ტექტონიკური ფილა. ერთ-ერთი ფილა მეორის ქვეშ ჩადის. ამ პროცესს სუბდუქცია ეწოდება. და სწორედ ამ ფილების შეჯახებამ შექმნა დედამიწაზე ყველაზე ღრმა ადგილი. რაც შეეხება ფსკერზე სრული სიბნელია. მზის სინათლე მხოლოდ დაახლოებით 200 მეტრამდე აღწევს. ამის ქვემოთ იწყება მუდმივი ღამე. ტემპერატურა მხოლოდ 1-დან 4 გრადუს ცელსიუსამდეა. ყველაზე საშიში კი წნევა. იქ არსებული წნევა ზღვის ზედაპირზე არსებულზე დაახლოებით 1000 ჯერ მეტია. ასეთი ძალა ჩვეულებრივ წყალქვეშა ნავს წამებში გაანადგურებდა. პირველად 1960 წელს ორი მკვლევარი პირველად ჩავიდა ფსკერზე სპეციალური ბატისკაფით. მოგვიანებით 2012 წელს ცნობილი რეჟისორი ჯეიმს კამერონი მარტო ჩავიდა ამ სიღრმეში სპეციალურად შექმნილი აპარატით. მან აღწერა, რომ ფსკერი სრულიად ჩუმი და უცნაური იყო, თითქოს სხვა პლანეტაზე აღმოჩნდა. მიუხედავად უკიდურესი პირობებისა, იქ სიცოცხლე არსებობს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს გამჭვირვალე კრევეტები, უცნაური ზღვის კიტრები, ბაქტერიები, რომლებიც უზარმაზარ წნევას უძლებენ, მიკროორგანიზმები, რომლებსაც მზის სინათლე საერთოდ არ სჭირდებათ. ეს აღმოჩენები მეცნიერებს აფიქრებს, რომ სიცოცხლე შესაძლოა სხვა პლანეტებსა და თანამგზავრებზეც არსებობდეს. როდესაც მეცნიერებმა ფსკერიდან ნიმუშები ამოიღეს, მათში პლასტმასის ნაწილებიც იპოვეს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის მიერ დატოვებულმა ნაჩვენებმა დედამიწის ყველაზე ღრმა ადგილამდეც მიაღწია. მარიანის ღრმული გვახსენებს, რომ საკუთარი პლანეტის შესახებ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ვიცით. შესაძლოა მომავალში სწორედ ამ სიღრმეში გაკეთდეს ისეთი აღმოჩენები, რომლებიც მთლიანად შეცვლის ჩვენს წარმოდგენას სიცოცხლისა და დედამიწის შესახებ. როგორ ფიქრობ, რა შეიძლება ჯერ კიდევ იმალებოდეს დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილში? დაწერე შენი აზრი კომენტარებში და გამოიწერე არხი, რადგან წინ კიდევ ბევრი საოცარი ფაქტი გველოდება.